რატომ ჩადის სომხეთი რუსეთში ევროკავშირთან ასე დაახლოების ფონზე? პასუხია კოლოსალური ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. ფაქტობრივად სომხური ეკონომიკა რუსეთზე დგას. შეღავათიან ფასში აძლევს გაზს. სტრატეგიული ობიექტები, მაგალითად რკინიგზა, გაზის გამონაწილებელი და კიდევ ბევრი რუსული კომპანიების საკუთრებაშია. გარდა ამისა, სომხეთის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის დენის მესამედს გამოიმუშავებს, რუსულ ბირთვულ საწოლზე მუშაობს. სწორედ ეს ბერკეტები ჩართო პუტინმა, როცა ფაშინიანმა დაიწყო დასავლეთისკენ ყურება. მოსკოვმა სომხეთს ლარსის პუნქტზე შეუჩერა სატვირთოების მოძრაობა. დაუბლოკა კონიაკის, ხილის, ბოსტნეულის, თევზის, ყვავილების შეტანა მის ტერიტორიაზე. როცა შენი სოფლის მეურნეობის, პროდუქციისა და ალკოჰოლის მთავარი ბაზარი ერთ დღეში იკეტება, ეს ნიშნავს ათასობით გაკოტრებულ ფერმერს, მილიონობით დოლარის დანაკარგს და ქვეყანაში სერიოზულ სოციალურ აფეთქებას. ამას დაემატა მინიშნებები, რომ რუსეთი გაზის ფასს გაუზრდიდა ან საერთოდ შეუმცირებდა მიწოდებას, რაც სომხეთის ეკონომიკას პირდაპირ კოლაფსამდე მიიყვანდა. ამიტომ კეთდება ესეთი განცხადებები. სომხეთი ერთგულია რუსეთთან ურთიერთობების განვითარების და დაინტერესებულია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენით. ისინი არ აპირებენ კავშირი დატოვონ. პირიქით იმუშავებენ წევრ ქვეყნებთან ერთად, რათა გააუმჯობესონ მოდელი. И, конечно же, мы заинтересованы в нашем участии в Евразийском экономическом союзе. მანამ სანამ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდოდა, ევროპელებმა ბევრი განცხადება გააკეთეს მის გასამხნევებლად. ევროკავშირის ლიდერებმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი და სომხეთი ერთმანეთს უახლოვდებიან და ევროპა მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთის ეკონომიკის გაძლიერებას. ბრიუსელმა გამოყო სპეციალური ფინანსური დახმარების პაკეტი და დაიწყო მუშაობა სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის გეგმაზე, რომ ქვეყანამ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შეამციროს. ევროპელებმა პირდაპირ თქვეს, რომ მხარს უჭერენ სომხეთის სუვერენიტეტს და ფაშინიანის პროექტს მშვიდობის გზაჯვარედნენ. რუსული ზეწოლის და ევროპის მხარდაჭერის ფონზე ფაშინიანის ჩასვლა რუსეთში იყო კრიტიკული მომენტი. შეხვედრაზე გაკეთდა ძალიან კონკრეტული და სიმბოლური განცხადებები. მხარეები კონკრეტულ რამეზე შეთანხმდათ თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ ხაზი გაუსვეს სამრეწველო თანამშრომლობის გაფართოებას, ბიზნეს პარტნიორობას, კულტურულ გაცვლებს, საგანმანათლებლო ინიციატივებსა და რეგიონულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის შემდეგ სიტუაცია შეიძლება თუ არა ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, თუ ერევანი დასავლეთისკენ ნაბიჯებს სწრაფად გაადგამს, კრემლს რამდენიმე დღეს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურად დახრჭობა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა პირდება დახმარებას და ეკონომიკურად გვერდში დგომას, ფაშინიანს ახლა უფრო მოუწევს ფრთხილი ნაბიჯები გადადგას. ერთის მხრივ გააგრძელოს ევროკავშირთან ინტეგრაცია, მაგრამ პარალელურად ცდილობს რუსეთი მკვეთრად არ გააღიზიანოს. მანამ სანამ ეკონომიკური ევროპული ალტერნატივები არ ამუშავდება. მაგრამ ამუშავდება თუ არა ვინ იცის. ეგრე უკრაინასაც იღებდნენ